უნდა ვისაუბროთ, რომელიც ყველა მშობელს გვაინტერესებს აი ასეთი არა. რამდენად განაპირობებს ბავშვის მომავალს ის თუ რას ხედავს მასში მშობელი. იცოდით, რომ ჩვენი განწყობა, მიდგომა და დამოკიდებულებები მომავალში პირდაპირ აისახება ჩვენი შვილების ცხოვრებაზე. ვისაუბრებთ ბავშვებზე, მათ სუპერ ძალაზე და შეუზღუდავ უნარებზე, რომელსაც არასწორი მიდგომებით, თურმე ხშირ შემთხვევაში უნავთ უფროსები. აი ამ საინტერესო და აქტუალური თემით თეომ ჭედლიძე შემოგვიერთ და თავის სტუმართან ერთად. გამარჯობა. ფილმში დავის მოგესალმებით. ცოტა მიჭერს სიუჟეტის ემოციებიდან გამოსვლა, მაგრამ მივხედოთ ჩვენს თემას. აბა. ვინ ქმნის და წყვეტს ბავშვის მომავალს? ეს არის თქვათ მშობელი, ოჯახი თუ სამეგობრო წრე ან სკოლა. ნაწილობრივ ყველა, თუმცა ბუნებრივია უპირატესად ეს არის მშობელი. აღზრდის მომენტში ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ და უშეცდომო არავინ არის, თუმცა აი ეს უნებლიე შეცდომები არ უნდა იყოს ისეთი, რომ დათრგუნოს ბავშვის სუპერძალა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, უნარები, რაც მომავალში შეიძლება მისი ინდივიდუალიზმის განსაზღვრელი იყოს. ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მშობლები საკუთარ განუხორციელებელ ოცნებებს ასრულებენ ხოლმე შვილებს. საინტერესოა, რომ მივცეთ მათ გამოხატონ საკუთარი ინტერესები და ამ შემთხვევაში გავიგოთ ის თუ რას მოისურვებდნენ ისინი. დღეს საუბრობთ იმაზე, თუ რამდენად განაპირობებს ბავშვის მომავალს ის თუ რას ხედავს მასში მშობელი. რუსო კილაძე უნდა წარუდგინეთ ჩვენს მაყურებელს, ფსიქოლოგი. გამარჯობა. რომ შვიდობის. ალბათ მშობელს რაც აინტერესებს ყველაზე მეტად ის არის თუ რა საკიდან გამოხატავენ ბავშვები თავის ინტერესებს, იმიტომ რომ ბავშვების ინტერესი დაკვირვების რეჟიმში ვართ დაბადების მომენტიდან და ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა ეს ინტერესები შეიცვალოს და აიხვეწოს, გადასხვაფერდეს. როგორ აღმოვაჩინოთ რა არის ჩვენი შვილის სუპერძალა? აი რა არის ის ასაკი, საიდანაც ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაცისკენ მიდრეკილება. მოგესალმებით პირველ რიგში. სანამ დავიწყებთ როგორ აღმოვაჩინოთ სუპერძალა, ჯერ ის ვთქვათ, როგორ ხდება, რომ ჯერ ბავშვი დაბადებული არ არის და უკვე რაღაც განსაზღვრული მომავალი აქვს. მაგალითად ის, რომ ვარქმევთ ჩვენი ახლობლის სახელს, ეს უკვე არის წინასწარი განწყობის შექმნა, ბავშვი იბადება და შემდეგ უკვე ვამსგავსებთ მას ვიღაც ახლობელს, ოჯახის წევრს, აი როგორც კი მაგალითად ოდნავ ისეთ ქცევას ჩაიდენს, რომ თქვათ რაღაცას გატეხს და თქვათ ოდნავ ცელქია, ვამბობთ, რომ აი ცელქია იმასავით ზუსტად, მას გავს და ასე შემდეგ. ასე შემდეგ უკვე შეცდომაა და ცუდია. ცუდი და კარგი ფსიქოლოგიაში არ არსებობს, უბრალოდ მე ვამბობ, რომ მოლოდინებს ასე თუ ისე განსაზღვრავს. ვის სახელს ვარქმევთ მაგალითად, რა მოლოდინებს უყენებთ ბავშვს, რა ადგილი აქვს ჩვენს ოჯახში სანამ ბავშვი დაიბადება, ვის ადგილას მოდის და ასე შემდეგ. და ნუ მოკლედ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბავშვი არის შერწყმული ველში, იმ ველში, რომელშიც იბადება და იზრდება. და სანამ ბავშვი დაიწყებს რა მინდა მე ამ კითხვის დასმას, ჯერ არის მთავარი მშობელს რა უნდა. იმიტომ რომ მისთვის მთავარი მშობელია, მთავარი განსაზღვრელი მშობლის მზერა. ქცევას, როდესაც აი რაღაცას დახატავს ჩვენი ბავშვი და გვაჩვენებს თუ შეამჩნევს, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს, მშობელს გაუხარ და ყოველთვის დახატავს ამას. ან მაგალითად თუ ბავშვი რაღაცას გატეხს და ჩვენგან მიიღებს სიცილს და ასე შემდეგ, ის კიდე გააკეთებს ამას, რომ მშობლისგან მიიღოს რეაქცია. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განსაზღვროთ, რომ სანამ ბავშვი დაიწყებს საკუთარი თავის ძიებას, მანამ ჯერ არის მშობელი რას ხედავს მასში, ეს განსაზღვრავს მის შემდეგ უკვე, როდესაც ბავშვი ხდება 11-12 წლის, აი აქ უაიწყება თინეიჯერობის ასაკში მე იდენტიფიკაციის ჩამოყალიბება, გამოყოფა მშობლისგან და მაშინ ისმის ზუსტად აი ეს მთავარი კითხვები და მე რაც უფრო ძლიერია შერწყმა ოჯახთან, მით უფრო მეტია ბრაზი მისგან გამოყოფის მიზნით, რომ აი გამოვეყო ოჯახს. თუმცა ძალიან ცუდოები ვართ მშობლები, რასაც გისმენთ, არ გისმენთ. არა და საუკეთესო ინტერესი ხო ამოძრავს ყველა მშობელს, რომ იგივე ის სახელი შერჩევა, რომ ის ადამიანი კარგი იყო, ან რაღაც საუკეთესო თვისების მატარებელი იყო და ამიტომ ირჩევს, ხო? იგივე ის, რომ რაღაცა ქცევის, რაღაცა კორექტირებას უკეთებს, იმიტომ რომ საუკეთესო იყოს და საუკეთესო თვისებები განუვითაროს შვილს, ხო და რაღაცა სულ თითქოს რაღაცა მშობლის ბრალია ყველაფერი და ჩვენ ხო ცოდოები ვართ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცას კი ვსწავლობ და ვითვისებთ, მაგრამ სულ ჩვენი დანაშაულებაც რაღაცა და გამოსავალს არავინ არ გვესწავლის თან, როგორ მე სულ ვეუბნები მშობლებს, რომ იდეალური მშობელი არ არსებობს. თქვენი შვილი, როდესაც გაიზრდება და მივა პირობითად ფსიქოთერაპიაზე, მაინც ყველაფერში დამნაშავე თქვენი. ჩვენ ვიქნებით, ხო ასეა. წუხარ, მაგრამ ესეა. ეს არის რეალობა. მოცემულობა ეს არის და რეალობა.
იმიტომ რომ თქვენ ხართ მთავარი, თქვენი შვილის ცხოვრებაში მთავარი განსაზღვრელი ღერძი და კარგი და ცუდი, იმიტომ არ არსებობს ფსიქოლოგიაში, რომ ვერ ვიტყვით ახლა მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ ბავშვს ჰქონდა იდეალური გარემო ოჯახში, მაგრამ მაინც რთული ქცევა გამოუვლინდა და მეორეს მაგალითად პირიქით ძალადობრივ გარემოში გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა ეს ბავშვი რაღაც მიზანზე ორიენტირებული. ძალიან სუბიექტურია რა თქმა უნდა ყველაფერი, მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა გავითვალისწინოთ. აი აქვე მე მას ვიზავ თეო კიდე ერთხელ ჩაგერევით. ახლა გვასწავლიან რომ შვილებს, აი ჩვენ ვზდით ჩვენ შვილებს, ხო? გადამეტებული ქება, აი ეს შეხარ ესეთი და შეხარ პრინცესა, შეხარ დედა შენაირი ჭკვიანი არ ვინახავს, ესეც აღარ ვარგა. ხო? არ ვარგა, რომ მე რეალობასთან რომ ბავშვები დადგებიან პირისპირ ეს ასე არ აღმოჩნდება, მათთვის ეს უდიდესი სტრესია. კი ბატონო. გვიშველეთ. გვიშველე. სად არის ის არაჩვეულებრივი ზღვარი, რომელიც მართლაც გაზდის მაშინ არაჩვეულებრივ თვისებებს, ისთვისაც ახლა საუბრობთ სუპერ ძალას განუვითარებს და მართლა არარეალურ სამყაროში არ აღმოაჩენს, რომ სუპერმენი არ ეგონოს თავი და არ აღმოჩნდეს მე. ან როდის ის ასაკია, საიდანაც უფრო აქტიურად შეგვიძლია ჩავერიოთ და ვურჩიოთ, არა თუ მივუთითოთ. ვურჩიოთ მისთვის საუკეთესო რა იქნება, რომ მე შემდეგ ფსიქოლოგთან მისვლის დროს ჩვენ რა მოშდეთ დამშავეები და შავი ლაქა. აი მაგალითად, მოდით ჩვენს თავზე ვთქვათ, როდესაც დავისახავთ მიზანს, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს ამ ეტაპზე აღემატება, мотиваცია მაშინ მოგვივარდება. ან თუ დავისახავთ მიზანს, რომელიც დროში ძალიან შორს არის გაწერილი, ჩვენ თვითონ ჩვენი თავის კოუჩები რო ვიყოთ, ხო? ანუ მიზანი უნდა იყოს ახლო და შესრულებადი იმისთვის, რომ мотиваცია არ დაგვივარდეს. ბავშვთანაც ესეა. ან თუ მე ბავშვს ვეუბნები, რომ შენ მომავალში უნდა გაიზარდო ესეთი, ეს არის ძალიან შორი მიზანი. სადაც აი თუ მაგალითად თუ ვეტყვი, რომ თუ შენ მთელი წელი კარგად ისწავლი, მე წლის ბოლოს თქვათ რაღაცას გაგიკეთებ. არ შეუძლია ბავშვის ფსიქიკას ეს, ხო, მთელი წელი ვერ მოიწევს, გამორიცხულია. როდესაც ჩვენ კვირა დავუსახოთ, კვირა. კი, თუნდაც იყოს. ჯერ დღით დავიწყოთ, შემდეგ კვირით, ანუ ეს უნდა ნების ყოფა და იმპულსის კონტროლი ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს და ბავშვს ახლა თავიდანვე ვერ მოვთხოვთ იმას, რომ აი რატო არის ბაღში შერეულად, რომ ხან ბავშვების ხედან და რაღაცას აკეთებენ და ხან დარბიან და თამაშობენ, უმეტესად თამაშობენ. ხო? მაგრამ ნელ-ნელა შემოდის ეს. ეხლა ბავშვი, რომელსაც არანაირი მაგალითად მაგიდასთან ჯდომის უნარი არ გააჩნია და პირდაპირ სკოლაში შევიყვან, გაუჭირდება, ხო? იქ, ამიტომ წინსწრები უნარების განვითარება უნდა მოხდეს. ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ვაქო ყოველთვის. ზუსტად სწორად აღნიშნეთ, ეს გავუღუნოთ მართვალი, კარგი რაც დავიჭირე. შევაქო ქცევაზე. შევაქო ქცევაზე და არა გარეგნობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი, იმიტომ რომ ეს გარეგნობა უნარებზე ქცევაზე. შეკება უნდა თუ არა? უნართან დაკავშირებით, რაც გამოუმუშავდება თვითონ შრომით, ამაზე გავამახვილოთ უფრო ყურადღება. იმიტომ რომ მაშინ ბავშვი იქნება მოტივირებული, რომ მეტად იშრომოს, იმიტომ რომ მას აქვს გარემოში ეს, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხოჭა უნდა ვეძახოთ, რაც შეიძლება. აი მაგალითად თუ, ხო, მაგალითად მომეხმარა პირობითად სამზარეულო სივრცის მოწესრიგებაში. ხო? ანუ გავაკეთეთ ერთად რაღაც. კარგი გოგო ხარს კი არ მეუბნებით. მადლობა, რომ ეს გააკეთე. ეს კარგია, რომ აქ სწორად დადე. მაგრამ შეგვიძლია, რომ ესეც გავაკეთოთ. აი, ნახეთ, ალტერნატიული გზა თუ ისე არ გაკეთდა, როგორც მე მინდა რომ გაკეთდეს, მაშინ შევთავაზო როგორ გაკეთდეს. აი, მე ხშირად თუ არ მეხმარება, რომ თხოვო. იმიტომ რომ ბავშვისთვის მშობლის ესე იგი უკავშირის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ელოდება. გააკეთებს ყველაფერს. თუ შენგან მიიღებს ეს როგმელი ასაკიდან. პატარა. სუ პატარაობ. ნუ 4 წლისაა სანი და სათამაშოებს რო ყრის და მოდი ხა ავალაგოთ, არ ალაგებს. იმიტომ რომ იცის რომ თქვენ აალაგებთ. ამიტომ იყოს 2 დღე და არ დავალაგოთ, სანამ თვითონ არ გევა. სანამ არ მოგეხმარებათ დაალაგებაში, მანამ არ დაიწყოთ შემდეგი აქტივობა. ეს არის ძალიან შემდეგი აქტივობა, არ გადავიდეთ შემდეგ აქტივობაზე, რომელსაც თვითონ სავაზობს თან. აქვე თუ შეიძლება ეს კითხვა ყოველთვის ძალიან, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს მაგალითი მოყავთ, რომ აი ბავშვს თუ არ უნდა რომ მიესალმოს, მოდი არ მიესალმოს, არ მივუთითოთ სხვასთან და სხვისთან და სწრებით რომ დაემშვიდობიან, მიესალმიან. აი აქ რა ხდება რა მაგას არ ვეთანხმები. გვერდზე გაყავს და ყურში ეჩურჩულებით რომ შვილო არ გააკეთო თუ გააკეთო. არა, ხალხის წინაშე რა თქმა უნდა არასდროს არ უნდა უთხრათ, იმიტომ რომ შერცხვენა, ხო, შერცხვენა და ასე შემდეგ ეს ძალიან ძლიერი და ესე ტრამული გამოცდილებაა და მაგაზე დიდი ხანი გვიწევს ხოლმე. და ისე რა, მოდი ერთად გავაკეთო. ზერა. თქვენ შეიძლება იღიმოდეთ, მაგრამ თქვენი ბზერა გამოხატავდეს ბრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენი შვილი მზერას უყურებს. აი, ეხლა შემოვიდა თანამედროვე გეშტალტ თერაპიაში სულ ვიძახით, რომ თერაპიული მზერა არის ის მზერა, როცა ბავშვი იბადება და მშობელი დაინახავს უპირობო სიყვარულით, შეხედავს მას, ეს არის მთავარი მზერა და რაც არ უნდა თქვათ რაღაც რთული ქცევის მქონე იყოს ბავშვი, რაც არ უნდა ძიმე წარსული ჰქონდეს, თუ ამ მზერით შეძლებს მასთან კომუნიკაციას, მაშინ ავთენტურ მესეკა უკავშირდები რა. ეხლა მე არ ვლაპარაკობ ჰაერზე, 10 წელია ბავშვებთან მუშაობ და მართლა გუწყვეტად ვიძახი და ხო, განსაკუთრებით რთული ქცევის ბავშვებთანაც მქონია ეს გამოცდილება, რომ მეგონა რომ აი ხელი ჩამიქნევია, რომ ამასთან აღარაფერი აღარ გამოვა, იმიტომ რომ ამას არც ისაწუხებს, რა ქვია, აი როგორ გითხრათ, დანაშაულის განცდა საერთოდ არა აქვს, რომ ვიღაცას რო ატკინა, ბულერებზე ვსაუბრობ, ხო? და ანუ იქნებ დავნებდა და იქნებ მოვეშვა. აი ზუსტად მაშინ გამოჩენილა მაშინის მასში სინათლე. მაგრამ ჩემ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია, რას ვაკეთებთ მაგ დროს, როდესაც ან არ სურს მიესალმოს, ან შემდეგ დაელაპარაკეთ, რომ დაელაპარაკება მოსულა. კი, რა თქმა უნდა, რომ რა რისთვის, აი რა მოხდა, რომ არ მოუნდა მაგალითად დამშვიდობება. აი ამაზე ელაპარაკეთ, ხო? ძირითადად კი ირწხვენიათ და შეგვიძლია რომ იქ იმაში მოეხმაროთ, რომ რასში შემიძლია მოგეხმარო, რომ შემდეგში მაგალითად როცა რაღაცის გაჟღერება მოგინდება, მე მხარი დაგიჭირო. და მოლოდინებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ცნობილი ადამიანების ოჯახში გაზრდილ შვილებს აქვთ ხოლმე ეს, რომ მაგალითად, როდესაც უკვე ჩემს მშობელს რაღაც როლი აქვს გარემოში და რაღაც სტატუსი აქვს, მეც ავტომატურად უნდა ეს ტვირთი ვზიდო, რომ მე გავამართლო ის მოლოდინები, ჩემი ოჯახის სახელი არ შევარცხინო და ასე შემდეგ. და ეს უკვე იმხელა ზურგჩანთა არის ბავშვისთვის, რაც მისთვის ცოტა მძიმე სატარებელია და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გავმიჯნოთ. ბავშვებიდანვე, ხო? კი. ასაც ჩვენ როცა უნდა არ ავკიდოთ ეს მას მაინც. კი, აქვს აუცილებლად. კი. ერთადერთი შემსუბუქებაში თუ მივეხმარებით, თორე ეს ტვირთი იქნება ეხლა აუცილებლად. კეთილი. დაუბრუნდეთ ახლა თემას. მოკლედ, ბავშვის თავისუფლება ძალიან ხშირად გვაშინებს ხოლმე მშობლებს, ხომ ასეა? ანუ იმიტომ რომ ზღვარი მათ თუ არ დაუწესე, არ აქვთ. მაგრამ აი ამ თავისუფლებაში როგორ არ დავაკარგვინოთ ჩვენ შვილებს ინდივიდუალიზმი, იმიტომ რომ თუ მე მას ზედმეტ ჩარჩოში ჩავსვამ, ის არ გაიზრდება თავისუფალ ლაღ თამამ ადამიანად, რომელიც თავდაჯერებულად ირჩევს რაღაცას, თავდაჯერებულად წყვეტს პრობლემას. უფრო მეტიც აი წამიკითხავს მაგალითად, რომ ჩვენ თვითონ ზრდით ჩვენს შვილებს გამომგონებლებად და ჩვენ თვითონ ზრდით დაქვემდებარებულ პირებად. აი როგორ მოვახერხოთ ის, რომ ჩვენ კი არ გავზარდოთ მაგალითად ბანკის კარგი თანამშრომელი. გავზარდოთ ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით იცხოვრებს. კარგი ადამიანი. აი მაგალითად ტრანზაქციულ ანალიზში არის გამოყოფილი ადაპტური ბავშვი, მეამბოხე ბავშვი და თავისუფალი ბავშვი. ადაპტური ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც მშობელი ეუბნება და ძირთადად ძალიან დაქვემდებარებული ტიპები არიან, რომ შენ არიცი რა გინდა, მე გეუბნები რა უნდა გინდოდეს. ანუ უნდასა და მინდას შორის კონფლიქტი, რომ მშობელი მეუბნება, რა უნდა გავაკეთო, სად უნდა წავიდე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ინიციატივა იხშობა ბავშვი და ნუ მოკლედ შემდეგ როდესაც დაიწყებს სამსახურს და გაიზრდება, უბრალოდ ზუსტად იმიტომ რომ მშობელი ხო ავტორიტეტია და ავტორიტეტს შემდეგ სხვა ავტორიტეტი ანაცვლებს. მშობელს ანაცვლებს კლასში მასწავლებელი, მასწავლებელს მე შემდეგ ანაცვლებს პოპულარული კლასელი, შემდეგ ამას ანაცვლებს რაღაც სამსახურში უფროსი და ასე შემდეგ. და აქ ის კი არ არის რომ მე რამე, აქ ის არის რომ როგორ მივიღო გარემოსგან აღიარება. და ეს გარემო იქნება ძირითადად ავტორიტეტები. და თქვენ რა გარანტია გაქვთ რომ თქვენი შვილის ავტორიტეტი კარგი ადამიანი იქნება, ყველაფერს თავი გავანებოთ? ხო, ასე რომ სულ ვეუბნები ხოლმე ჰიპერმზრუნვალ მშობლებს, რომ არ იქნებით თქვენ, იქნება სხვა. და ნუ მოკლედ ეს ან თუ გონია ეხლა რომ შენი შვილი მაგალითად შენ რადგან გიჯერებს და აუცილებელი არის რომ უპირობოდ და შეკამათების გარეშე დაგიჯეროს ყველაფერი, გარემოში ესე არ იქნება, ძალიან ცდები, იქაც უბრალოდ ესე იქნება. მეამბოხე ბავშვი არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ შემდეგ უკვე ეს მოზარდობის ასაკში უფრო მოდის ხოლმე, რომ ყველაფერში რო წინააღმდეგობას უწევს რა, იმიტომ რომ დაიღალა, აი პასუხისმგებლობიდან სრულ პასუხისმგებლობამდე არის ერთი ნაბიჯი, ერთი ნახტომი. საკუთრივი სხვა არ არის რაღაც პერიოდი აქვთ ხოლმე. კი, რა თქმა უნდა არის, თუმცა ესეც საჭიროა. და ჩვენ მოთმინება გვმართებს. თუ მე შვილს ზედმეტად ძალიან დიდ პასუხისმგებლობებს დავაკისრებ, რასაც მაგალითად ეს ადამიანი ვერ აწევს, ხო? შემდეგ მოდის უკვე რომ საერთოდ აღარანაირ პასუხისმგებლობას არ აიღებს, იმიტომ რომ კი. იცით რა მაინტერესებს? არსებობენ მეამბოხე ბავშვები, მაგრამ ძალიან დამყოლი ბავშვებიც არსებობენ, რომელიც ელოდება როდის მიუთითებ. ურჩევნია დაექვემდებაროს სხვას, იყოს გარკვეულწილად ვიღაცის ჭრდილქვეშ. აი როგორ უნდა მოვახერხოთ მშობლებმა ის, რომ მათში რაღაცა გავაძლიეროთ და როგორ აღმოვაჩინოთ თავისუფალი. კი ბატონო, მაგალითად მივცე მარტივი დავალება, სადაც დაინახავს, რომ
დამოუკიდებლად არის შემძლე ამ დავალების შესრულების, ასევე დავანახო, რომ კმაყოფილება იზნოს თავისი დამოუკიდებელი, ვთქვათ, რაღაც რესურსის ჩადებით და ქმედებებით, რა თქმა უნდა, და შემდეგ უკვე მოდის გარემოშიც ამ ინიციატივის წახალისებაც რა. ბავშვი, როდესაც სულ სხვის იმას მითითებას ელოდება, ეს ნიშნავს, რომ მას ეშინია გარემოსი, მას აქვს დაბალი თვითშეფასება და ნუ მოკლედ ვერ ადაპტირდება. ასაკით პატარაც კი ეს სკვერში დაუკვირვები ვარ ბავშვებს მაგალითად, შესაძლოა ასაკით პატარამ რაღაცა უთხრას, ესე 7-8 წლის ბავშვს და ის დედასთან გარბის სტირილით, რომ რაღაც ან მიშველე. ანუ ეს არის მშობლის იქამდე ვთქვათ დაშვებული შეცდომების ბრალი თუ ბავშვის ბუნება უბრალოდ ადამიანის ბუნებაა ასეთი? უფრო მშობლის. მშობლი ბავშვის ქცევა უფრო მშობლის. შეიძლება რა თქმა უნდა ხასიათი გქონდეს ბავშვს რომ მაგალითად უფრო ან ჩაკეტილი იყოს ან ღია იყოს, მაგრამ აი შეწინააღმდეგებას გარემოსთან და ვთქვათ იმას რომ უნარის გაუმჯობესებას რომ მე როგორ უპასუხო გარემოს, ამას მშობელი ასწავლის რა თქმა უნდა. და მხოლოდ ის კი არ არის მშობელი შვილს როგორ კონსულტის. მშობლის ეს ბავშვები ჩაგრებიან რეალურად, ანუ 3 წლის ბავშვმა რაღაც თუ უხეშად უთხრა, 8 წლის ბავშვი არ უნდა ტიროდეს ამაზე, ეს ხო არ არის ნორმა. ეცაც გეტყვით და ეხლა ვეგეტყვით, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ბავშვი როცა ხედავს დედის და მამის ურთიერთობას, აქედან იღებს მოდელს. თუ მაგალითად დედა ვერ ეწინააღმდეგება მამას, ავტომატურად თუ იდენტიფიკაციას დედასთან ახდენს, თვითონაც ვერ შეეწინააღმდეგება შემდეგ გარემოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვანახოთ კონფლიქტი, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ოჯახში კონფლიქტი არასდროს არ ყოფილა, საერთოდ არ ვეთანხმები ამას, რომ ესე უნდა იყოს. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობლებმა რაღაც საკითხზე იკამათეს, თქვათ როგორ მოაგვარეს, რომ დაინახოს როგორ თავს კამათი კონფლიქტისგან როგორ გაუმიჯნოს. კი, კამათი კონფლიქტისგან განსხვავდება, რა თქმა უნდა. დისპუტი ახლა ყველა ოჯახში ყოფილა, რაღაც საკითხზე შეუთანხმებლობა ყველა ოჯახში ყოფილა და ბავშვმა დაინახოს თქვათ ასერტულად როგორ აგვარებენ, კი, როგორ ეუბნება ერთი მშობელი მეორეს, როგორ არ ეთანხმება, მეორე მშობელი როგორ უსმენს, როგორ იზიარებს მის აზრს და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განუვითარდეს ეს უნარი, რომ შეიძლება რომ ვიღაც არ დამეთანხმოს, ან შესაძლებელია რომ მე ვინმეს არ დავეთანხმო და მას არ მიმატოვოს. მშობელთან იმიტომ გარბის რო ეშინია, რომ ის ბავშვი აღარ ეთამაშება. ანუ თუ მაგალითად გასცემს პასუხს, ეს ბავშვი ჩემთან აღარ იმეგობრებს მერე. ხშირად ეს არის ხოლმე. ან დანარჩენ ბავშვებსაც ეტყვის და მე მარტო ვიქნები და ისინი აღარ მემეგობრებიან. ბავშვმა უნდა დაუშვოს, რომ თუ რაღაცას არ დაეთანხმება, არ ნიშნავს იმას, რომ ის გარიყული იქნება გარემოსგან რა. და უნდა გქონდეს ეს გამბედაობა, რომ მშობელი დაიცავს. ოღონდ არა თქვათ უკან მიბრუნდეს. შეგვიძლია რეპეტიციებიც გავიაროთ სახლში, რომ რა შეიძლება რომ ვუთხრათ ასეთ შემთხვევაში სიმულაციური მოდელები, რომ ხშირად თერაპიულ ოთახში ვაკეთებთ ხოლმე, რომ აი მაგალითად მე ვდგები ჩაგორელის როლში და როგორ შემეწინააღმდეგება რა სიტყვის და ხშირად იმ მომენტში იბნევა ხოლმე და თუ 1-2 თქვათ აი ამ დაბნევის მომენტში დავტოვებთ და ვასაზრდობთ მის კრეატიულობას, რა პასუხი შეიძლება რომ დააბრუნოს. შემდეგ იქაც იბადება სივრცე ამისთვის, რომ იქაც დააბრუნოს პასუხი. ერთ-ერთ წიგნში, ფსიქოლოგიურ წიგნში მშობლებისთვის ამოვკითხე ესეთი საინტერესო მიდგომა აი პრობლემების გადაჭრასთან და ნებისმიერ რაღაც შეიძლება გავაიგივოთ პრობლემასთან, რომ როგორც წესი, აი იგივე ის მორჩილი რაღაცნაირი ბავშვები მშობლის კარნახით წყვეტენ პრობლემებს. აი ესე ქენი მოდი, ესე უთხარი. და იქ გვასწავლიდნენ შემდეგ რამეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ დაუსვათ ბავშვს შეკითხვები, რომ შენ როგორ ფიქრობ, აი როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს, აი რა შეიძლება გააკეთო. და თვითონ უნდა მიიყვანოს მშობელმა იმ დასკვნასთან, რომელსაც შემდეგ ის გამოიყენებს უკვე ამ კონფლიქტის თუ რაღაცის მოსაგვარებლად და ეს მასში გაზრდის ძალიან თვითდაჯერებულობას და თვითონაც შეუძლია გადაჭრას რიგი პრობლემები. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ მიდგომასთან დაკავშირებით? ახლა რა ხსენეთ? უბრალოდ ხო, მეთანხმები, მაგრამ როდესაც ბავშვი დგას შეშინებული შიში არ დგება პასუხი, ბაბას გულისხმობ და როდესაც სიმულაციურ მოდელს გავითამაშებთ ხოლმე და იქ თქვათ მაგალითად მივცემ ბავშვს საშუალებას, რომ თვითონ ასაზრდოს თავისი კრეატიულობა, აუცილებლად დააბრუნებს. თვითონაც დაუსვამს ამ კითხვებს საკუთარ თავს, ჩვენც შეგვიძლია რომ დაუსვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ბავშვი დაფიქრდება. იმდენად ვერ წარმოვიდგენთ როგორი კრეატიულები არიან, ეს საოცრებები არიან მოკლედ რა. აი თვითონ მოძებნის რაღაც კრეატიულ გზას, რომ პასუხი დაგიბრუნოს. აი, როდესაც პირისპირ ვდგავართ და თქვათ სიმულაციურად გავითამაშებთ ხოლმე. აი აქვე ხა უცებ ის მექნება. აი დავუშვათ მშობლის და შვილის დიალოგი თუ არის და მშობელია ის ადამიანი, ვინც აყენებს კუთხეში ვერბალ
მენტალურად ხო თავის შულს და იქ რომ მოდის პასუხი ანუ საპასუხო ასე ვთქვათ ფრაზა რეაქცია და ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვუხსავთ რომ რასკენ როგორ მიბედა როგორ შემომიბრუნე ენა და მე უფროსი ვარ და მე რასაც გეტყვის უნდა გააკეთო ეს როგორ აისახება შემდეგ ასეთი ტიპის კრეატიულობას ამ შემთხვევაში მე უნდა ვუთხრა რისთვის რა არგუმენტით ვეუბნები რომ ესე აღარ გააკეთოს ანუ რის გამო ანუ კონკრეტულად უნდა ავუხსნა ბავშვს, რომ მიზეს შედეგობრივი კავშირები და თქვათ გააბას ერთმანეთთან, ლოგიკური კავშირები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ რომ იცოდეს, რომ ამის შემდეგ ეს მოხდება, ამის შემდეგ ეს მოხდება. ეს რატო არის საჭირო? თინეიჯერებს ყველაზე მეტად ზუსტად ეგუჭირთ, რომ რა მოყვება მათ ქცევას, ამის განსაზღვრა არ ხდება და თუ ბავშვობიდან უკვე ჩავდებთ მასში, რომ მიზეს შედეგობრივი კავშირები ამის შემდეგ რა შეიძლება რომ მოხდეს, აი მაგალითად რატო არის საჭირო, რომ მე რო ავრევ სათამაშოებს, მევე დავალაგო, რისთვის არის ეს საჭირო, თუ ამას ამხსნი და ამაზე ვილაპარაკებთ, რომ ეს არის მისი სივრცე, მისი ზრუნვის საგანია და მე უბრალოდ ვეხმარებ იმას და მისი სათამაშოებია და მისსავე ინტერესში შედის, რომ დაალაგებული იყოს, თქვათ, იმიტომ რომ მოდის, როგორია მისთვის შეგრძნებისეულად, რომ დაალაგებული ხდება და ასე შემდეგ. მაგალითები მუშაობს ძალიან კარგად, აი მაგალითისთვის არსებობს ხაბრების, რომელიც არის, თქვათ, დასურათებული და იქ აჩვენებ, რომ თაგუნიამ დაალაგა თავისი ოთახი. არ ვიცი, დედას მიეხმარა, ერთად გამოაცხეს რაღაც და ეს რაღაცნაირად ბავშვის მეხსიერებაში ძალიან კარგად ჩდება. თუ პირდაპირ მითითება, როგორც წესი არ მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ ამას ხომ ძალიან პატარა 3 წლიდან დაახლოებით შეიძლება უფრო ადრეც ვიწყებთ ხომ? ამას აქში ბავშვს ცოტა სხვანაირი გვაქვს, სხვა რაღაცებზე ორიენტირებული და ძალიან რთულია რომ ყველა ბავშვი არ მოყვება მაგალითად, სანი მაგალითად ჩემი შვილი ვერაფრით ვერ დაალაგებინა თავის სათამაშოებს, ხო? მაგრამ მუშაობს კარგად აი ეს ვიღაცის მაგალითი, არა შედარება, არამედ ნახატი. თუ გინდა რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი ნებისყოფა, მშობელს სჭირდება ძალიან დიდი ნებისყოფა იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს. აი მე სულ ხო, ვიძახე ხოლმე რომ ხო, ეს არ მეხმარება მეთქი ეს ჩემი მოსარტი საჭმლის გაკეთებაში თქო და არა და სულ მეკითხებოდა რომ მოგეხმარო და არა ვეუბნებ, იმიტომ რომ მე უცებ რაღაცა დამჭრი ჩავყრი გამომზადებ და ანუ არ მეზარებოდა რომ თქო დროი გამომიყო მესწავლებინა როგორ გაეკეთებინა და ეს არის რომ მშობელი რამდენად გამოყოფს დროს იმისთვის რომ შვილს ასწავლოს დაანახოს როგორია რომ ერთად დავალაგოთ პროცესის სიამოვნებელია როგორ რა საკამდე გვაქვს ვადა რომ გამოვასწოროთ შანსი კარგი ის არის რომ თქვენ მშობელი ხართ ხო, კარგი ის არის რომ თქვენ მშობელი ხართ და სულ გაქვთ ამის შანსი რომ მოიხადოთ ბოდიში და შეცვალოთ რაღაც, იმიტომ რომ თქვენ შეუცვლელი ხართ თქვენი შვილისთვის. კი, რაღაც პერიოდში თქვენს მიმართ ექნება ბრაზი, მაგრამ იმიტომ რომ თქვენ უყვარხართ ყველაზე ძალიან. ჩვენ იმაზე ბრაზდებით, ვინც გვიყვარს. იცით რა გვაინტერესებს? როგორ ვიქცევით მშობლები, როდესაც ბავშვს ვატყობთ, რომ ძალიან მარტივად კარგავს ინტერესი მის მისამართით, რაც არ გამოსდის. აი თუ რაღაცას მოგიდეხარ, არ მომენტალურად გადადის სხვა რაღაცაზე და მე კიდე მინდა რომ ეს განუვითარო ეს მიმართულება. აი ესე დროს ცოტა კიდე სხვა თემა არის, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი სავარაუდოდ თვითშეფასების ამბავია აქაც, რომ რაღაცა რო არ გამოუვიდა, არ გამოსვლასთან და სირცხულთან და თქვათ რაღაც წაგებულ მდგომარეობაში ყოფნა ბავშვისთვის ძალიან ტრამვულია და იმასთან ვეღარ რჩება კონტაქტში და აი აქ არის მნიშვნელოვანი მშობელი რომ ხარში დაუდგეს, რომ არ გამოგივიდა, ეხლა როგორ გამოგვივიდეს. აი ვერ ვიტყვი მას რომ მანდ რაღაცა ზოგავთავს და პირიქით არა უშავს. ეს შეიძლება რომ პირველივე ჯერზე არ გამოგივიდეს, მეორეზეც, მესამე, არა უთავარია სურვილი, ანუ ამ მიმართულებით მუშაობთ, მაგრამ ნუ უცბად გადააქვს ყურადღება და აღარ აი წაგების შიში როცა აქვთ ხოლმე ბავშვებს, ეგეთი ბავშვები ხშირად მოყავთ ხოლმე ჩვენთან და პირველი რასაც ხედავ ეგ არის რომ შეცდომის დაშვებით იმდენად ეშინიან თუ რაღაცას პირობითად ვიძახი დახატა, არასწორად გამოვიდა, მაშინე გადააგდებს ამ ფურცელს რა, ანუ всё, ესე იგი პირველივე შეცდომის შემდეგ მორჩა დამთავრდა. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხარში ამოვუდგე რომ მე მჭირდება ნებისყოფა მაგას გულისხმობ რომ მანამ ვეცადოთ ერთად სანამ არ გამოვა. იმიტომ რომ როდესაც მე შეხედავს ერთხელ მეორე რომ რაშიც ძალისხმევა ჩადო, რამხელა კმაყოფილება მოიტანა ამან როდესაც გამოვიდა საბოლოო ჯამში. შემდეგ უკვე ნელა ინტერესი გაუჩნდება იმის მიმართ, რაც არ გამოსდის მომავალში. იმიტომ რომ ნუ შეიძლება ლაპარაკი ერთია, მაგრამ ჩვენება და მოდელირება მეორე კიდე. ხო, რამდენად ხედავს კიდე ბავშვი იმას, რომ ჩვენ რაღაცებს ვცდილობთ, სწავლობთ,
ახალს ვქნით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი გავიგე, რომ ყოველთვის გვაქვს შანსი ეს იგი კი. რაღაცები შევასწოროთ და რაღაცა. იმიტომ რომ თქვენ ხართ მშობელი. მადლობა ჩვენ სტუმარს, თეო, მადლობა. როგორც წესი არ ყოფნის დრო, რამდენი რამე გავაუქმეთ, რაც ეთერში უნდა გვეთქვა იმისთვის, რომ ეს საუბარი შემდგარიყო, თუმცა დამჭა მაინც კიდე კითხვები, რომელზეც პასუხი მაინტერესებდა. მადლობა და შევხვდებით ისევ ალბათ, იმიტომ რომ ესეთი თემები ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციისთვის.